ჩვენ ახლა უნდა შემოგვიერთდეს გიგა ჯოხაძე, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი და მასთან ერთად ვილაპარაკებთ იმ გლობალურ პრობლემებზე, ასე ვთქვათ, და იმ ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენს გარშემო და რაც რასაკვირველია აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. მოგესალმები, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ხო, ბოლო დღეების, ბოლო კვირების განმავლობაში რასაკვირველია მთავარი სასაუბრო თემა ეს ჯერ ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკება შემდეგ უკვე პუტინის პასუხი და ხო ერთადერთი პროგნოზი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე არის ის რომ ტრამპი ნამდვილად არაპროგნოზირებადია მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ პუტინი შედარებით უფრო პროგნოზირებადია და ალბათ უფრო პროგნოზირებადია რა შეიძლება ამოვიკითხოთ მისი თუნდაც გუშინდელი პასუხიდან გამომდინარე რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ეტაპზე რას გვაჩვენებს პუტინის პასუხი არის ის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და 30 დღიანი ზავისთვის პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი, ანუ სწორად აღნიშნეთ თქვენ, ტრამპი შედარებით უფრო არაპროგნოზირებადი ფიგურაა, პუტინი, მათ შორის ზელენსკი არიან უფრო მეტად პროგნოზირებადები. რა თქმა უნდა, ტრამპთან შედარებით, აი რაც შეეხება 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო შეთანხმებას. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელების მხრიდან იყო ეს ძალიან ჭკვიანური სვლა და კარგი დიპლომატიური გათვლა. იქინა გამომდინარე, რომ ჩვენ ნახეთ მთელი თებერვლის განმავლობაში, რომ ტრამპი ცდილობდა ზეწოლა გაეძლიერებინა უკრაინაზე, რომ ის დაესვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამან შედეგი გამოიღო, ჩვენ ნახეთ ის, რომ ტრამპის გეგმას 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დაეთანხმა ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია და ახლა ჯერი მიდგა უკვე პუტინზე, ხო, რუსეთის ფედერაციაზე. ტრამპი, რომელიც ცდილობს, რომ იყოს მთავარი ბროკერი ამ მოლაპარაკებებში, მას სურს, რომ ორივე მხარეს რაღაც დაათმობინოს და რაღაც საერთოზე შეთანხმდნენ ორივენი. შესაბამისად, მას უკვე ხელთ აქვს უკრაინელების მზაობა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, თუმცა არ აქვს რუსეთის პრეზიდენტის თანხმობა. წეღანას თქვი, რომ მე მგონია, რომ უკრაინელების მხრიდან იყო ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადავიდა ბურთი, ასე ვთქვათ, რუსეთის მოედანზე და ახლა უწევს პასუხის გაცემა პუტინს, ხო, ტრამპისთვის, ანუ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის თუ არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. ეს უფრო უარს მიანიშნებს, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, უარს მიანიშნებს, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი საკითხებია, თუნდაც ფრონტზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ექსპერტების და სამხედრო ანალიტიკოსების თანხმდებიან იმაზე, რომ პუტინის ინტერესებში ახლა ცეცხლის შეწყვეტა, თუნდაც 30 დღიანი არ შედის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ინიციატივა, სტრატეგიული და სამხედრო ინიციატივა აღმოსავლეთ უკრაინაში, ან დონბასის რეგიონში და კურსკშიც ახლა უკვე რუსების მხარეს არის. კურსკში ჩვენ ვიცით, რომ მათ ტერიტორიების დაახლოებით 80% ისევ დაიბრუნეს, თუმცა გარკვეული ნაწილი ისევ რჩება უკრაინელების კონტროლის ქვეშ და რაც შეეხება აღმოსავლეთის მიმართულებას, დონბასის რეგიონის მიმართულებას, საერთო ჯამში რუსების ხელში არის სტრატეგიული ინიციატივა. თუ არ ჩავთვლით მცირე უკრაინულ წარმატებებს პოკროვსკის რეგიონზე, ტორეცკის რეგიონზე, მათ აქვს მცირე წარმატებები, თუმცა საერთო ჯამში სამხედრო ინიციატივა, სტრატეგიული ინიციატივა რჩება რუსების ხელში. და ამას 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს რუსების წინსვლაზე, შეიძლება შეაფერხოს ეს წინსვლა და უკრაინელებს შესაძლოა მისცეს გადაჯგუფების შესაძლებლობა. ამან შესაძლოა რუსების წინსვლა შეანელოს და უკრაინელებს შეუწყოს ხელი უკეთესად გადაჯგუფებაში და დროის მოგებაში. კი ბატონო და რა შეიძლება რა გაგრძელება შეიძლება ამას მოყვეს ჩვენ უკვე ვნახეთ ხო საპასუხო ნაბიჯები თქვათ იგივე საბანკო სანქციებთან დაკავშირებით შეზღუდვებთან დაკავშირებით და პესკოვის განცხადებაც გავრცელდა ცოტა ხნის წინ სადაც ის ამბობს რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ვოდკოფის საშუალებით გაუგზავნა კიდევ დამატებითი ინფორმაცია და დამატებითი სიგნალებიო როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს ეს დამატებითი სიგნალები და შემდეგ ამბობს იმასაც რომ პუტინის და ტრამპ საუბარი დამოკიდებულია იმაზე, აი ამ სიგნალების შემდეგ როგორი იქნება უკრაინაში. კი ბატონო,
ზოგადად როგორც თქვით, აი ტრამპი არის მომლაპარაკებელი, ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ მომლაპარაკებლის როლი მოირგოს უკრაინასა და რუსეთს შორის და საინტერესოა და ნიშანდობლივია ის რომ გადავხედოთ ვინ არის ამ მოლაპარაკებების ჯგუფში ამერიკული მხრიდან, ხო? ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ რომ არის ვიტკოფი ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში და მეორე მხრივ არის კელოგი, ხო, რომელიც არის უკრაინის საკითხებში წარმომადგენელი ტრამპის ადმინისტრაციის. რომელიც დღეს უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სწორედ რუსეთის მოთხოვნით ჩაიხსნა. კი, აი ზუსტად მაგაში არის საქმე. აი აქ ჩანს კარგად ის რომ ტრამპი ცდილობს მოელაპარაკოს ორივეს. მე ვფიქრობ, რომ ვიტკოფის საშუალებით ის ელაპარაკება პუტინს და კელოგის საშუალებით ელაპარაკება უკრაინას. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ წინა თვეშიც ვიტკოფი იყო ჩასული მოსკოვში და კელოგიც იყო ასევე ჩასული უკრაინაში, კიევში. შესაბამისად, ტრამპი ცდილობს, რომ ორივე მხარის პერსპექტივა დაინახოს, ვიტკოფის საშუალებით ის ცდილობს გაარკვიოს რა არის ის წითელი ხაზები რუსეთის ფედერაციისთვის და პუტინისთვის, რაზეც, რა თქმა უნდა, არ წავა და მეორე მხრივ კელოგის საშუალებით ცდილობს, რომ გაარკვიოს რა არის წითელი ხაზები უკრაინისთვის. შესაბამისად, აი ეს ვიტკოფის ვიზიტს რაც შეეხება, ვიტკოფის ვიზიტის მთავარი მიზანი სავარაუდოდ იყო ზუსტად ამ წითელი ხაზების დადგენა, ის თუ რაზე არის გრძელვადიან მოლაპარაკებებში თანახმა პუტინი, ხო და რაზე არ იქნება არც ერთ შემთხვევაში თანახმა. საერთო ჯამში, აშკარაა, რომ აი ეს ვრცელი დოკუმენტიც გამოქვეყნდა პუტინის და ზოგადად რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების მიმართ გრძელვადიან მშვიდობას რაც შეეხება და აქ იყო ნათქვამი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე იყო გამოყოფილი ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები სრულად უნდა აღიაროს de jure რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად, უკრაინა უნდა გახდეს დემილიტარიზებული სახელმწიფო, მისი არმიის რაოდენობა უნდა შემცირდეს 50,000 ადამიანამდე დაახლოებით და უკრაინა ფაქტობრივად უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, ხო, სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო და უარი უნდა თქვას კონსტიტუციაში ჩაწერილ პრინციპებს, ხო, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის უკრაინული მხარისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად მიუღებელი და საპირისპირო სასახავს ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რაც არის უკრაინის ინტერესებში. ან უკრაინის მთავარი ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობა, უსაფრთხოების მყარი და ადეკვატური გარანტიები. მათ შორის ჩვენ ვნახეთ, რამდენად მძიმედ რეაგირებს პუტინი თუნდაც არა მხოლოდ ამერიკულ ჯარზე, არამედ ევროპელი სამხედროების დისლოკაციაზე უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზელენსკისთვის და ადეკვატური უსაფრთხოების გარანტიები არის ის, რომ არმია არათუ უნდა შემცირდეს. არამედ პირიქით უნდა გაიზარდოს და მან ისაუბრა კიდეც ბოლო პერიოდში იმაზე, რომ 1,5 მილიონამდე აპირებს, რომ გაიზარდოს უკრაინის არმია და ის თulis, რომ უკრაინის არმია არის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი. ამ კუთხით იმდენად ურთიერთგამომრიცხავია ეს რუსეთის და უკრაინის მიზნები, სტრატეგიული მიზნები გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ რაიმე გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ჯერჯერობით არის ნაკლებად მოსალოდნელი. ჯერჯერობით რასაც ხედავთ არის ის, რომ პუტინი ცდილობს, რომ უბრალოდ დრო მოიგოს და მერე შემდგომ ალბათ რაღაცნაირად დიპლომატიურად შეეცადოს, რომ უარი ისე შეფუთოს ტრამპისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ტრამპმა რუსეთის ფედერაციას. ხო, ტრამპი ამბობს, რომ იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა, მაგრამ ზელენსკიმ ზუსტად ამაზე გააკეთა აქცენტი, რომ მას ეშინია პირდაპირ უარის თქმა ტრამპისთვის, ამიტომ აი ამ ეგრეთ წოდებული ნიუანსებით ცდილობს, რომ რაღაცნაირად უარის თქმა აი ასე გამოაცხადოს. მაგრამ აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სადაც ახლა ვართ, არ ვიცით კიდევ რამდენ ხან შეიძლება გაგრძელდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რა დრო შეიძლება იყოს საჭირო მხარეებისთვის, მაგრამ იმ მოცემულობით სადაც ახლა ვართ, ეს უკრაინისთვის იყო მომგებიანი ამ მოლაპარაკებებში შესვლა, იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რაც მიიღეს და საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად სადაზვერვო ინფორმაციაზე ჯერ წვდომა შეუწყდა, შემდეგ ისე მოიხსნა ეს შეზღუდვა იგივე დახმარების კუთხით, ხო, იარაღის მიწოდების კუთხით. აი აქ რა შეგვიძლია რომ შევაფასოთ. კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა ითქვას, რომ ერთგვარი გარღვევა იყო უკრაინულ-ამერიკულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ წინა თვეში რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში და იმის შემდგომ ძალიან გაფუჭებულ ურთიერთობებზე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, თქვენ როგორც აღნიშნეთ, სწორად ამის შემდგომ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის ზეწოლა უნდა გაეძლიერებინა უკრაინაზე, იმისთვის რომ მე დათმობებზე წამოეყვანა და დაესვა მოლაპარაკებების მაგიდაზე, ამიტომ შეუწყვიტა იარაღის მიწოდება, შეუწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციებზე წვდომა.
და შემდგომ უკვე ძლიერის პოზიციიდან დაიწყო უკრაინასთან საუბარი. ეს რამდენად სწორი იყო მორალური თვალსაზრისით თუ არ იყო სწორი, მოდი ამაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ საერთაშორისო პოლიტიკას ემოციები ნამდვილად არ მართავს, სტრატეგიული ინტერესები მართავს და ეროვნული ინტერესები სახელმწიფოების, თუმცა რაც მოხდა ტრამპმა გააძლიერა ზელენსკიზე ზეწოლა და ამან შედეგი გამოიღო და უკვე ჩვენ ნახეთ რომ რიადში იყო ერთგვარი გარდატეხა უკრაინულ-ამერიკულ ურთიერთობებში და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნდობის ფაქტორი. ნუ აშკარაა რომ ნდობის ურთიერთნდობა ამ მხარეს შორის შესამჩნევად არის გაზრდილი და თუნდაც აი ეს 30 დღიან ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებაზე, სავარაუდო პოტენციური შეთანხმებაზე მოლაპარაკება ამ ორ მხარეს შორის იყო ცალსახად პოზიტიური ნაბიჯი და იყო ერთგვარი მცდელობა რომ აღედგინა ნდობა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ზელენსკის მხრიდან და რაც შეეხება პუტინის მოქცევას ისახავდა მიზნად, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ზეწოლის ქვეშ და ჩიხში. კი ბატონო და ხო შემთხვევით არ იყო ნათქვამი რომ ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა და რუსეთის მოედანზეა და გამორცხული სურათს არ არის რომ ბოლოს ავტოგოლიც კი გამოუვიდეს, იმედი ვიქონია. დიდი მადლობა გიგა ჯოხაძე იყო ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი.